ეს უკონკურსო ტენდერები იყო, ახლა კი ისეთები, სადაც კონკურსი კი შედგა, მაგრამ გამარჯვება ახლა შექმნილ გამოუცდელ კომპანიებს დარჩათ და არც კითხვებმა დააყოვნა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის და შერჩევის კრიტერიუმების მისამართით. ეს წყნეთის გზატკეცილის ბაგების მონაკვეთია. ეს კი ჭავჭავაძის გამზირი. ორმოები და მოუწესრიგებელი გზა არ უკვირთ არც მუცუბიძის მეოთხე და არც მესამე პლატოზე. ვაკე საბურთალოს რაიონში გზების ორმოული შეკეთება შპს პრიორიტეტს ევალება, რომელთანაც მერიამ ხელშეკრულება ტენდერის შედეგად გააფორმა. კომპანიას გზების ორმოულ შეკეთებაზე ტენდერი მოგებული აქვს დიდუბე ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებშიც ჯამური ღირებულებით 772,000 ლარი. თანხას ის ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მიიღებს. მითითებები კი მერიამ უნდა მისცეს. იმის გასარკვევად დაავალეს თუ არა კომპანიას ჩვენს მიერ ნაპოვნი ორმოების ამოვსება, კომპანიის იურიდიულ მისამართს მივაკითხეთ. ამავე მისამართზეა ჩაწერილი შპს-ის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ირინა ქუტიძე. მის ნომერზე, რომელიც შესყიდვების სააგენტოზეა მითითებული, მამაკაცმა გვიპასუხა. გამარჯობათ. შპს პრიორიტეტში დავრეკე, თქვენი ნომერი იყო მითითებული. მზადდეთ. მე გაწუხებ ჟურნალისტი რუსთავი 2-დან. რაღაცა შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. მისამართი შეგეშალოთ, ბატონო. კარგად ზანდებოდეთ. უკაცრავად თქვენს ნომერია მითითებული და სატენდერო შესრულებისას. როგორც აღმოჩნდა, პირადი პრობლემების გამო საწარმოს საქმიანობას რამდენიმე კვირა ჩამოშორებულია მეორე პარტნიორი. 1990 წელს დაბადებული ელენე მეზურნიშვილი. საკმაოდ ნორმალურად მუშაობს, არც ერთი სამუშაო არ იქნება მიღებული ამის ასე ვთქვათ პირობას ვაძლევ მთელ ქალაქს, რომ რაიმე უხარისხო დინემ შეასრულოს და ის ჩაეთვალოს შესრულებულად. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიას არ აქვს საკუთარი სამშენებლო ტექნიკა და ინვენტარი და საჭიროების მიხედვით ბლექსი გრუპისგან ქირაობს. კომპანია 2015 წლის 27 იანვარს დაფუძნდა. პირველი 200,000 ლარიანი ტენდერი კი უკვე 24 თებერვალს მოიგო. ისე რომ მერიას გამოცდილება არ მოუთხოვია. მერიამაც მხოლოდ იმისთვის რომ ამ კომპანიას გაემარჯვებინა ტენდერში, მან არ ჩადო სათანადო მოთხოვნები, მაგალითად არ ჩადო გამოცდილება, სანამ ეს კომპანია აკრიფავდა გამოცდილებას, ესე რომ ვთქვათ, ხოლო მას შემდეგ უკვე რაც გარკვეული გამოცდილება დაუკრავდა, ხოლო მას შემდეგ დაიწყო იმავე საგზაო სამუშაოებზე, იმავე მოცულობებზე უკვე შესაბამისად მოთხოვნა გამოცდილების. ეხლა ზუსტად 200,000 ლარის საკითხზე ეს ალბათ დამთხოვა იყო, არ მოგითხოვია ჩვენ მილიონები, მოგითხოვეთ ცირეოდენი გამოცდილება მისათვის რომ ასე ვთქვათ, ამთავრად 50 ლარიანმა კომპანიებმა და ახალმა შექმნილებმა ასე ვთქვათ ხელი არ შეგუშალა. იმავე ვაკე საბურთალოში ორმოების ამოვსებაზე მეორე ტენდერი მერიამ 31 მარტს გამოაცხადა და ამჯერად სულ მცირე 200,000 ლარის სამუშაოების გამოცდილება მოითხოვა, რაც ამჯერად უკვე გამოცდილმა პრიორიტეტმა მოიგო. სულ ბოლოს შპს პრიორიტეტი პრიორიტეტული ტროტუარების მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში აღმოჩნდა, სადაც ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება კვლავ არ მოითხოვეს. საკრებულოს უმცირესობაში თვლიან, რომ სატენდერო პირობების მორგება სხვა გამოუცდელ კომპანიებზეც ხდება. ასევე არის ძალზედ საინტერესო კომპანია Newcastle Construction, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და მხოლოდ ნარმანიას, მას შემდეგ რაც ნარმანია გახდა მერი, მას შემდეგ დაფუძნდა ეს კომპანია. თბილისის მერიამ გამოაცხადა საგზაო სამუშაოებზე 2 მილიონიანი ტენდერი და ყველანაირად ცდილობდა ეხლანდელი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბატონი ავთანდილ სულდაძე, რომ სწორედ ამ კომპანიას გაემარჯვა. ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. გამარჯვებულად თითქმის ორჯერ გამოაცხადა ეს Newcastle Construction, მაგრამ მას შემდეგ რაც მისმა კონკურენტმა ფირმა ორჯერ გაასაჩივრა სესყიდვების სააგენტოში აღნიშნული გადაწყვეტილება, ორივეჯერ ათქმევინეს უარი მერიას. ამ კომპანიის დაფუძნებელი გახლავთ ახალციხეელი და წარმოშობით ავთანდილ სულდაძეც არის ახალციხეელი და არსებობს ეჭვი რომ ისინი იყვნენ სწორედ ეს მეგობრები. მას შემდეგ რაც ოპოზიცია Newcastle Construction-ის და მერის ახალციხელი მაღალჩინოსნის ავთანდილ სულდაძის შესაძლო კავშირებზე ალაპარაკდა, 25%-იანი წილი ერთ-ერთმა პარტნიორმა ირაკლი ბლიაძემ სხვა პარტნიორებს უსასყიდლოდ დაუთმო. თავად კომპანიამ კი კიდევ 2 მილიონიან ტენდერში სცადა ბედი. არ ვიცნობ ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ახალციხელი ვარ, არ ვიცნობ. ტენდერი, რომელშიც Newcastle Construction-ს მისცეს დისკვალიფიკაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნებში, იდო რომ მას ჭირდებოდა გუდრონატორი და მას არ ყავდა შესაბამისი დანადგარი და ამიტომ მისცეს დისკვალიფიკაცია მიუხედავად ბევრი მცდელობისა. შემდგომში, როდესაც ზუსტად იგივე სამუშაოზე, ზუსტად იგივე მოცულობაზე იყო საუბარი, მათ ამოიღეს ეს გუდრონატორი მხოლოდ იმისთვის, რომ შეექმნათ მაღალი კონკურენციის უნარი სწორედ ამ ფირმის
იმისთვის და აღარ ყოფილიყო დისკვალიფიკაციის საფუძველი. განმარტება აქვს ორგვარი ავტოგუდრონატორი, როგორც გაიგეს კომპანიებმა, ერთის მხრივ ნიშნავს მანქანა გუდრონატორს, ერთის მხრივ, იმიტომ რომ ავტოწერია და მეორეს მხრივ ნიშნავს ასე ვთქვათ მექანიკურ გუდრონატორს, ანუ რომელიც შეიძლება ანუ წნევით, ასე ვთქვათ, ბიტუმის ემულსიას ასხავდეს. ამიტომ აი ამ ერთი სიტყვის ორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია ამდენი დავა. მერია ორი თვე თითქმის დავაგვიანეთ სამუშაოების დაწყება და ეს ყველაფერი გამოიწვია ავტოგუდრონატორმა. თუმცა ეს კონკრეტული ტენდერი არაკონკურენტული ფასის გამო ნიუკასლმა საბოლოოდ წააგო.